არსებულ საზღვრებში რომც გავჩერდეთ, რუსეთი დაისვენებს და უფრო დიდზე დაგვარტყამს. დიპლომატია კარგია, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიოს ძალა მართავს. ფაშისტ დიქტატორს ვლადიმერ პუტინსაც მხოლოდ ძალის ხმა ესმის. ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, თუმცა ეს ძალის გამოყენებით მოხდება. შესაძლოა რუსეთმა არ დაგვარტყას მომდევნო 6 თვეში, მაგრამ ეს შესაძლოა 10 წელიწადში მოხდეს. ასე რომ ნაცვლად გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისა, ეს უფრო მოკლევადიან გადაწყვეტას ჰგავს. უკრაინელები სკეპტიციზმს არ მალავენ. ომის დიპლომატიური გადაწყვეტის არ სჯერათ, რადგან მოწინააღმდეგე მხარე კარგად შეისწავლეს. მათი პრეზიდენტი ვაშინგტონიდან კიევში სულ ახლახან დაბრუნდა, ამერიკული ტომაჰავკების გარეშე. შორმანძილზე მოქმედი შეიარაღების მიღების პერსპექტივაზე კიევმა ამერიკისგან არც კი მიიღო და არც არა, თუმცა ახლა ესეც დამაიმედებლად გამოიყურება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იცის, რომ მოსკოვს უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული შეიარაღება აშინებს, ამიტომ დიალოგს ღიად ტოვებს და უკეთესის იმედს ინარჩუნებს. ვესაუბრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს ოლექსანდრ სირსკის შორმანძილზე დარტყმების შესაძლებლობის თაობაზე. იზრდება რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი გრძელვადიანი სანქციების როგორც მანძილი, ისე სიზუსტე. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ დარტყმებს რუსეთის სანავთობე ობიექტებზე, ეს კი მათ რეალობაში აბრუნებთ. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოუდგინეთ შეთავაზება ბუნებრივი აერის ინფრასტრუქტურის, ატომური ენერგიისა თუ სხვა პროექტებთან დაკავშირებით. მუშაობთ დეტალებზე. თითქმის ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ლიდერებთან და ვარწმუნებთ მათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში ყველას ჰქონდეს საერთო პოზიცია, რათა რუსეთზე ზეწოლა გავაგზავნოთ. მე უკვე გავეცი ინსტრუქციები ჩვენი დიპლომატების მიმართ და ლიდერებსაც ვესაუბრე იმაზე, რომ უახლოეს მომავალში მომზადდეს შეხვედრა მსურველთა კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ ევროპაში გვჭირდება ერთობლივი პოზიცია და ეს აუცილებლად მოხდება. ვიდრე მსურველთა კოალიცია შეხვედრას გამართავს, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგასთან აპირებს საუბარს. ევროპელ ლიდერებთან განხილვის მთავარი თემა სწორედ თეთრი სახლის ბოლო აუდიენციაა. მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი დახურული იყო, თუმცა ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ საუბარი ორ პრეზიდენტს შორის ხისტი და არა სასიამოვნო იყო, რადგან დონალდ ტრამპი უკრაინას ტერიტორიული დათმობებისკენ უბიძგებდა. ეს ვერსია პირადად ტრამპმა უარყო. არა, დონბასის რეგიონის დათმობაზე არასდროს გვისაუბრია. ვფიქრობთ, რომ მათ უბრალოდ ფრონტის ხაზი უნდა გაყინონ და შეწყვიტონ ბრძოლა. ყველაფერ დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ თქვენ მიიგებთ ამას, თქვენ კი იმას. ამის უამრავი კომბინაცია არსებობს. ამრიგად, ჩემი აზრით, ახალვე უნდა შეწყვიტონ ბრძოლები, წავიდნენ სახლებში და დაასრულონ ადამიანების ხოცვა. რაც შეეხება დონბასს, და ისე გაიყოს, როგორც ახლაა. რეგიონის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული. ისე უნდა დავტოვოთ, როგორც ახლაა. მათ მოლაპარაკება რაღაცაზე უკვე მოგვიანებით შეუძლიათ, თუმცა კიდევ ერთხელ მოუწოდებ, შეწყვეტეთ ბრძოლა და სახლებში წადით. ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი მიუღებელია უკრაინის მხარდამჭერი ევროპელი ლიდერებისთვის. ამაზე პარასკევს მსურველთა კოალიციის წევრები უკვე ლონდონში დაელაპარაკებენ. მათთვის რუსეთთან ურთიერთობის საუკეთესო ტაქტიკა მასზე ზეწოლა და სანქცირებაა. ევროპაში თითქმის მიღწეულია გადაწყვეტილება 2028 წლამდე რუსული გაზის იმპორტზე სრული უარისთვის. ბევრმა ბოლომდე ისიც ვერ მიიღო, რომ უახლეს მომავალში ომის დანაშაულში ბრალდებულ ვლადიმერ პუტინს ევროპის გულში პირდაპირ ბუდაპეშტში ელიან. ვისურვებდი, რომ ერთმანეთს პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი პუტინი ხვდებოდნენ, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ ყველაფერზე. რაც შეეხება ბუდაპეშტს, ნამდვილად არასასიამოვნოა იმის ხილვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი პერსონა ევროპაში ჩამოდის. კითხვა იმაში მდგომარეობს, რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი. ვნახოთ, რა მოხდება ბუდაპეშტში. ჩვენ ვიყავით ძალიან მტკიცენ იმის თაობაზე, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ ზეწოლის ფონზე. ამიტომ იმედი გვაქვს პრეზიდენტი ტრამპიც ასე მოიქცევა. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ზეწოლის ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რათა ის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიიყვანოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს, რათა მათი პრეზიდენტების შეხვედრის წინ მოსამზადებლად პირადად შეხვდნენ. მხარეებს წინ დიდი სამუშაო აქვთ, რადგან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მომდევნო 2 კვირის მანძილზე უნდა ჩაინიშნოს. ამისათვის კი დიპლომატებს შინაარსობრივი და ტექნიკური საკითხები აქვთ შესათანხმებელი. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტს ბევრი საშინაო დავალება აქვთ. შეხვედრის სრულმასშტაბიანი მზადება ჯერ არ დაწყებულა. აწი დაიწყება. პრეზიდენტ ტრამპს ვიქტორ ორბანთან თბილი ურთიერთობა აქვს. ძალიან კონსტრუქციულია მისი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. ამას შეუწყო ხელი ჩვენ თანხმობას. ვიმედოვნებთ, რომ პირველ რიგში წინ წავწევთ სამშვიდობო დღის წესრიგს.
ასევე განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს. წინააღმდეგობრივია განცხადებები კიევში. კიევის რეჟიმის პოზიცია სრულიად წინააღმდეგობრივია და ეს არ უწყობს ხელს სამშვიდობო დარეგულირების პროცესს. რუსეთი კი თანმიმდევრულია. პრეზიდენტის პოზიცია ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამერიკელებთან. უკრაინის თაობაზე მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები. ეს წინააღმდეგობები კი ხელს ამ პროცესს არ უწყობს. პირიქით, ართულებს მას. დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად 2025 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც მან თეთრი სახლი დაიკავა. მას შემდეგ არაერთხელ გამართულმა შეხვედრებმა და დისკუსიებმა ჯერ შედეგი ვერ აჩვენეს. რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უკვე 3 წელიწად ნახევარზე მეტი აგრძელდება.